აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო ახალი კვოტირების სისტემით კომისიების დაკომპლექტება, ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატურების აღდგენა და რიგ გარეშე სხდომის ჩანიშვნა. ეს ის საკითხები, რაზეც შეხვედრა 2 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. იქნება თუ არა კონსენსუსი მიღწეული ჯერჯერობით უცნობია, რადგან საკანონმდებლო ორგანოში ამ ეტაპზე შესვენებაა გამოცხადებული და დეპუტატები პოზიციის დაფიქსირებისაგან შეხვედრის დასრულებამდე თავს იკავებენ. მოთხოვნები ნაციონალურმა მოძრაობამ გააჟღერა, ისინი კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ დადგენილების მიღებას ითხოვენ. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრები ქართული ოცნებიდან პარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს აჭიანურებენ. რეგლამენტის და კანონის შესაბამისად მიღებული იქნეს გადაწყვეტილება კომისიის შემადგენლობის არჩევის შესახებ, ანუ უმაღლესი საბჭოს წევრები გადანაწილდნენ თავისი სფეროების და კომპეტენციის მიხედვით კომისიებში, ხოლო ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ეფექტური მუშაობა გაგრძელდება. სამწუხარო, რომ ქართული ოცნება კვლავ სკამებზე და თანამდებობებზე ფიქრობს და მსჯელობს იმ საკითხებზე, როგორ შექმნას ახალი ფრაქციები, როგორ მიიღოს ახალი თანამდებობები და ახალი მანქანები.